გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ რუსუდან ბოლქვაძე, მსახიობი, ცოტა რეჟისორი, ცოტაც პედაგოგი. ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ ძალიან ბევრი წიგნი არის აქ. აი რეი ბრედბერი დავინახე. აქ ვინ არის? აი გურამ დოჩანაშვილი, როგორ აუარო გვერდი. ჩემი ძალიან საყვარელი მოთხრობები არის ამ პატარა კრებულში. ხო, აი სამოსელი, რომელიც არის შედევრი, ჩემი აზრით, თანამედროვე ქართული პროზის ლამაზ ქალაქი არის ესეთი ადგილი, სადაც მოქმედება ვითარდება და იქ არის ერთი პერსონაჟი, კაცი, რომელიც გიტარაზე უკრავს და იქაც რაღაც არაჩვეულებრივად წერს. სიტყვებით ისე წერდა, აღწერდა მუსიკას, რომ შენ აი ტექსტს რო კითხულობ, აი ჩაგესმის პირდაპირ. რეზო გაბრიაძე, ჩვენი ძვირფასი, ჩემ და საბედნიეროდ აი ესეთი ავტორები აქვს. ვისთანაც მე პირადი ურთიერთობა მქონდა და ამითი ძალიან ბედნიერი ვარ. ერმონია და რამონა, აი ერმონია და რამონაში გავახმოვანე ქათამი სადგურში, რკინიგზის სადგურში, რელსებზე დადის და ქათამი და ღორი არიან მეგობრები და წერა-კითხვა იცის და გაზეთებიდან რაღაც ინფორმაციას კითხულობს და მე ამ სადგურის ბინადრებს, ორთქმავლებს და მატარებლებს ამბავს ატყობინებს და ძალიან საყვარელი პერსონაჟია და გადასარევი მოთხრობა არის სიყვარულზე, ორი მატარებლის დიდ სიყვარულზე. პატარა უფლისწული. ჩემი ძვირფასი მეგობარი. რატომაც თარგმანში არის პატარა პრინცი და მე სულ გული მწყდება ჯერ ერთი, იმიტომ რომ გვაქვს გადასარევი სიტყვა ქართულში უფლისწული. მე ოთარ ჭილაძე, ყოველმან ჩემმან პოვნელმან. სანამ წიგნად გამოვიდოდა, იბეჭდებოდა ჟურნალში. სამწუხაროდ არ მახსოვს ცისკარი იყო თუ მნათობი, ჩვენ ბავშვობაში ეს ორი ჟურნალი იყო, სადაც იბეჭდებოდა და მახსოვს როგორ ველოდებოდი, რომ მოვიდოდა ახალი ნომერი, რომ გაგრძელება ყოფილიყო და მახსოვს რომ ისეთი შთაბეჭდილება მივიღე, რომ იქ ავირჩიე ერთი ნაწყვეტი თეატრალურ ციხეში კითხულობდი. ეს არის რაღაცა წიგნი საქართველოზე, მე მგონი. მე მახსოვს რომ დავამთავრე ეს წიგნი, აი ესე რომ გავჩერდი და დიდხანს ვერც დავკეცე, ვერც გადავშალე, აი ესე ვიჯექი გაქვავებული და ესე ვფიქრობდი, რას ვფიქრობდი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ დიდხანს გაშტერებული ვიჯექი. ეხლა მე თვითონაც უნდა ვაღიარო, რომ იმდენ დროს წიგნებს ვეღარ უთმობთ. ან ცხოვრება მოვიდა ისეთი, რომ ყველაფერი უცებ გინდა, ჩქარ-ჩქარა გინდა. აი ლევან გოთუა. აი ეს წიგნი არის ჩემი ბავშვობა, აი ერთი სავარძელი მქონდა სახში, რომელიც ისე მოხერხებულად იდგა ფანჯარასთან და უკნიდან ეცემოდა შუქი და იმ სავარძელში და მე და ჩემი ძმა ვასწრებდით ხოლმე ერთმანეთს, რომ ვინ დაიკავებდა ადგილს იმ სავარძელში და ვინ აიღებდა პირველი აი ამ წიგნს. კითხვის დროსაც იცით რა მქონდა, გრძნობდი როგორ ქართული სისხლი დამედის ზარღვებში, როგორ შემოდიოდა ჩემში საქართველო. აი სამშობლო.